გაბედავს თუ არა ჩინეთი, აი რახით საინტერესო თემა, გაბედავს თუ არა ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის დაწყებას, მას არ გაუჭირდება ასე ტაივანის დაპყრობა პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ მაინც ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, გაბედავს თუ არა. საქმე ის არის, რომ ჩინეთს დასაკვირველია დიდი სურვილი აქვს იმისა, რომ ტაივანი შემოიერთოს, ტაივანი დაიპყროს, ტაივანი გაანადგუროს, მაგრამ ამასობაში დასავლური კოალიციის წევრი სახელმწიფოები სულ უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა ეს არ უნდა გაბედოს და თუ გაბედავს. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ჯონ ჰილი, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ამბობს, რომ ბრიტანეთი მზად არის ავსტრალიისა და სხვა მოკავშირეების გვერდით იბრძოლოს წყნარ ოკეანეში, თუ ტაივანის გამო ომი დაიწყება. მე მაინც მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მიეცა გული რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და იმის გამო, რომ რუსეთს ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ კი აცხადებს პრეტენზიას, რომ ძალით შეცვალოს ამა თუ იმ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში უკრაინის საზღვრები, ჩინეთი მაინც ამ გადამწყვეტ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯზე უბრალოდ ვერ წავა, მათ შორის იმიტომ, რომ შეერთებული შტატების ეს არაორდინალური პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ მკვეთრია ამგვარ შემთხვევებში დასტური არის ირანის ბირთვული, არა იმდენად რუსეთი წინააღმდეგ შეერთებული შტატების პოლიტიკა, არამედ ირანის ბირთვული პროგრამის გაჩერება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ და განსაკუთრებით ასაკვირველია კიდევ ერთხელ ვიტყვი ფორდოს ბირთვული ობიექტის დაბომბვა. ამიტომ ჩინეთი, რომელიც პროქსი ომს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან და რუსეთის საშუალებით აწარმოებს, ეს ხო რეალურად ჩინეთის ომია, მეთქი ასე ვიტყვი, უბრალოდ რუსები გამოყენებულნი არიან ამ პროცესში, ამ ამბავში. ჩინეთი ჩემი მოსაზრებით ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო ჯამში ევროპა და შეერთებული შტატები უფრო ზუსტი რომ იყოს შეერთებული შტატები და ევროპა ერთმანეთთან ლაგდებიან და ამის ნათელი დადასტურებაა ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან პრეზიდენტ ტრამპის არა მარტო შეხვედრისთვის, არამედ შეთანხმება მნიშვნელოვან საკითხებზე და ეს მნიშვნელოვანი საკითხებია შემდეგი, რომ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს მხარეებმა, ევროკავშირი დათანხმდა, რომ შეიძენს 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგიას შეერთებული შტატებიდან, რაც საბოლოოდ და საბუდავოდ ჩახსნის ევროსივრცეს რუსული ენერგორესურსებიდან, ანუ იმ რესურსებიდან, რომლებიც მას სჭირდება ელექტროენერგიისთვის და ამ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ეს რესურსები, იცით თქვენ, 750 მილიარდის დოლარის ღირებულების ენერგიას შეიძენს შეერთებული შტატებიდან. ევროკავშირი თავის მხრივ განახორციელებს 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს შეერთებულ შტატებში, ანუ წარმოიდგინეთ, $1.350 მილიარდი ტრილიონ 350 მილიარდი მეტში რა მეშდება ახლა ეს რიცხვები და მომიტევეთ ხარჯი ექნება ევროკავშირს და ევროკავშირი შეიძენს 100 მილიარდი დამატებით 100 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას შეერთებული შტატებიდან შეერთებული შტატებმა და ტრამპმა რა გააკეთეს რეალურად გააკეთეს შემდეგი რომ თავად კი არ ჩაერთნენ ამ პროექტის შეერაგების პროცესში არამედ ევროკავშირს აძლევენ ევროკავშირი ყიდულობს ამ იარაღს და რუბიომაც თქვა რომ ეს არ არის ჩვენი ომიო მაგრამ და ეს ბაიდენმა დაიწყო და ასე შემდეგ მაგრამ ეს არ არის რა ჩვენი ომიო აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებულნი ვართ მხოლოდ ომის დამთავრებით მაგრამ ეს არ უშლის ხელს რომ ჩვენ შევაიარაღოთ მივყიდოთ იარაღი ევროპას რომლის ომიც არის იმიტომ რომ მას პირველ ყოვლისა მას ემუქრება ეგზისტენციური საფრთხეებიო ეს არის რუბიოს სიტყვის პერიფრაზი ბარებრო ვთქვათ. ეხლა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობების დალაგება და მათი დაახლოება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩემს მიერ ხსენებული ჩინეთის დამუხრუჭებას ამა თუ იმ აგრესიული ქმედებისაგან თავშეკავებას. მნიშვნელოვნად განაპირობებს ეს.
აქვე უნდა ორი სიტყვა თქვა ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენ გვეხება. ბიზნე ივანიშვილის ბანდა როგორც თავად ვარაუდობდა, რომ გადარჩებოდა, ვერ გადარჩება, როგორც ჩანს კი არა, ნამდვილად ვერ გადარჩებოდა, ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ მაინც მეგულისხმობ, მეგობარი აქ ისი თქვი, რომ 100 სენატორია, 3 სენატორმა უკაცრავად მისვისდა გაჭედა. და 3 სენატორმა თქვა, რომ მეგობარი აქ ჩვენ ხარს არ დაუჭერთ, უბრალოდ მათ არ უთქვამთ ესე თავად არ უთქვამთ, თუმცა ინფორმაცია მათი გუნდებიდან, მათი თანაშემწეებიდან კი გამოვიდა და საჯარო გახდა. ამას ადასტურებს არა მხოლოდ ერთი წყარო, რომელიც ესაუბრა ქართველი ნანასაჯაია, არამედ სხვებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამ 3 სენატორის გადაწყვეტილებით მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით მიღება არ მოხდება. დაჩქარებული წესით მიღების შემთხვევაში 100-ვე სენატორის თანხმობა იყო საჭირო, ანუ ზედა პალატის კანონმდებლებისა. მაგრამ ბოლოს ვრცელდება ამგვარი ინფორმაცია, რომ ესე იგი მალინი, ლიდა, რენდ-პოლი იკავებენ თავს. იკავებენ თავს კი არა, ცლიან პოზიციას უფრო ზუსტი რო ვიყო და ესენი აფერხებდნენ მეგობარი აქტს, მაგრამ ამავე დროს ესენი ამბობენ უკვე თურმე და ამას ალექს რა უფოღლუ ავრცელებს, ანუ აზერბაიჯანელი ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტია, მიმომხილველი, რომელსაც ბევრი წყარო ყავს, რომ ეს 3 სენატორი ამბობს, რომ ჩვენო არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს და გვეგონა, რომ ქვეყანას ვასანქცირებდით, ანუ საქართველოს ვასანქცირებდით და რაღა ასე არ არის და სანქციები მაინც დასაწესებელი იქნება, ან დაწესებული უნდა იყოს ბიზნე ივანიშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ პოზიციას შევცვლითო ჯერჯერობით ასე არ არის ნათქვამი, მაგრამ სავარაუდოდ აქეთკენ მიდის. აქედან გამომდინარე ვარაუდი იმის თაობაზე, რომ არა მაინც და მაინც ივლისში რაღა დარჩა. აგვისტოში უბრალოდ შეუძლებელი იქნება, მაგრამ სექტემბერში მეგობარი აქტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული და hold არ დაედება, ანუ არ დაიბლოკება დროებით, მოდი ასე ვთქვათ, ხო სენატორთა გარკვეული ნაწილის მიერ თუ მხრიდან ამის თაობაზე ვარაუდის გამოთქმა არის შედარებით იოლია. მოკლედ სექტემბერს ჩემი ვარაუდითაც არ გასცდება, ახალი მდგომარეობა გვაქვს. ბიზნე ივანიშვილის ლობისტებმა იმუშავეს, მაგრამ ეს მათი მუშაობა ეფექტიანი იყო მაინც დროებით, ვიდრე 3 ხსენებული სენატორი არ მოვიდა აზრზე და არ მიხვდა 3-ვე სენატორი. იქაც ამერიკელებში მას იმუშავეს ცხადია ამ 3 სენატორთან, რომ ქვეყანას კი არა პიროვნებების დასანქცირებაზე იყო საუბარი. ბიზნე ივანიშვილი ცდილობდა თავისი ლობისტების საშუალებით დაესაბუთებინა ბევრისთვის, მეტისთვის და მათ შორის 3 სენატორისთვის, რომ ქვეყნის დასანქცირებას აპირებს შეერთებული შტატები და ეს კი ცუდია, ის აიდენტიფიცირებდა საკუთარ თავს ქვეყანასთან და აი ამ მარტივი ტყუილით ცდილობდა ფონს გასვლას, რაც როგორც ჩანს არ გამოვიდა, თუ ეს ვერსია საერთოდ სწორია, თუმცა არსებობს მეორე ვერსიას იმის თაობაზე, რომ გაჩერებული არც იყო დაჩქარებული წესით მეგობარი აქტის მიღება და პროცედურებს მიუყვებოდა ეს ამბავი, ეს პროცესი მეგობარი აქტი და არავითარ 3 სენატორს გაჭედილი არც ქონდა, ანუ არც ხსენებულ მალინს, არც ლის და არც რენდ-პოლს არ ქონდათ გაჭედილი და ყოველ შემთხვევაში თუ გაჭედილი ჰქონდათ, მაშინ თავად უნდა ეთქვათ და არა წყაროებს, არა სტაფერებს თუ თანაშემწეებს და ასე შემდეგ. ამას არა აქვს ჩემი მოსაზრებით პრინციპული მნიშვნელობა, ვიცი რომ გარკვეული დებატი მიმდინარეობს ახლა სოციალურ ქსელში. მე არა ვარ ამ დებატის მომხრე, იმიტომ რომ პატრიოტები ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც არიან რასაკვირველია და ყველას თავისი ინტერპრეტაცია აქვს, მაინც ასე ვიტყვი, იმ ამბებისა, რაც ხდება ახლა შეერთებულ შტატებში მეგობარი აქტთან მიმართებაში. ევროკავშირი და შეერთებული შტატები ურთიერთობას ალაგებენ. ჩვენთან მიმართებაში ამერიკა ჩვენ ხელს არ გვიშვებს, მეცაც გეტყვით და მე ამას გავიმეორებ ჯიუდად. მეგობარი აქტის მიღებისა და სხვა ქართული ოცნების ლიდერებზე დარტყმების განხორციელების შედეგად ამერიკის შეერთებული შტატები უკაცრავად პარალელურად უკრაინის შეიარაღების შედეგად და უკრაინა რო წარმატებაზე მიაღწევს უკვე წელს და მომავალ წელსაც ვიდრე არ დაახევინებენ რუსეთის პრეზიდენტს უკან საქართველოს ჩასჭიდებენ უფრო მეტად ხელს. აი ეს წვრთნები რო გაიმართა Agile Spirit 2025 ამის თვალსაჩინოება ეს პირველ რიგში მესიჯია რუსეთისათვის, რომ შეერთებული შტატები და ზოგადად დასავლეთი საქართველოს არ უშვებს ხელიდან.
და რაც არ უნდა პრორუსული პოლიტიკა აწარმოოს ბიზნე ივანიშვილმა რუსმა აქ შეერთებული შტატები ყოველთვის არის მზად რომ in general დაიცვას საქართველო რუსეთის აქ დამატებითი ექსპანსიისაგან აქ მაინც და მაინც სამხედრო დაცვას ან სულაც არ გულისხმობ უბრალოდ მესიჯია რომ ჩვენ აქ ავართ. ოღონდ აქ ავართ და არავითარ შემთხვევაში არ ავართ ბიზნე ივანიშვილთან, რომელმაც უკვე გადალახა წითელი ხაზები, რომელმაც ადამიანის უფლებს ზოგადად დემოკრატიის ღალატის კუთხით იმდენად ბევრი მიხკარა, რომ ახლა სულ რო გამოსწორება დაიწყოს მოკლას დაკლას კობახიძე აღბობხრას კორუფცია, სულ რო ანტირუსეთული განცხადებები აკეთოს, მისი ნდობა უკვე აღარ შეიძლება. აქედან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი ეს არის ევროპა-ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მესიჯი ან პოლიტიკა ჩვენთან დაკავშირებით ერთადერთი გამოსავალი არის არა არჩევნები, ამას ხაზგასმით ამბობ. არამედ არჩევნების შედეგად ბიზნე ივანიშვილის წასვლა. ანუ არჩევნები რომ ჩატარდეს და ბიზნე ივანიშვილი კლავ დარჩეს ხელისუფლებაში, ხო? შეერთებული შტატები და დასავლეთი მაინც არ შეეგუება იმას, რომ საქართველო ესოდეთ მნიშვნელოვანი ქვეყანა არის პრორუსეთული თუ პრორუსული სახელმწიფო, ანუ არჩევნებამდე უნდა დამარცხდეს. ბიზნე ივანიშვილი არჩევნებამდე უნდა ჰქონდეს მას გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მიდის პოლიტიკიდან ან ქართული პოლიტიკიდან არ გაეშვება ამ ქვეყანას და შესაბამისად იქნება განხორციელებული თუ იმპლემენტირებული ესე ვილაპარაკოთ დასავლური ინტერესი, რაც თანხმედრაში, აბსოლუტურ თანხმედრაშია ქართული ინტერესთან პარემ ესეც თქვა. ეხლა ესე იგი მე დავიწყე ტაივანის პრობლემის აღწერით და კითხვით იერიშს მიიტანს თუ არა ჩინეთი ტაივანზე, რომელსაც აქვს გული მიცემული იმის გამო, რომ ის ხედავს, რომ რუსეთის საზღვრებს ძალით ცვლის და თუ რუსეთისთვის ნებადართულია უკრაინის ვეება უკრაინის ტაივანთან შედარებით ტაივანზე იერიში რატომ არ შეიძლება რომ თავად ჩინეთმა მიიტანოს იერიში პატარა პაწაწკუნტელა ტაივანზე, ეს კითხვა ისმის პეკინში, მაგრამ ამის უფლებას, ამის შესაძლებლობას ამას არ მისცემენ, იმიტომ რომ აგ ბრიტანელები აკეთებენ განცხადებას და როგორც ჩანს შეიკრება ანტიჩინური კოალიციას, ეს პარემ რო ვთქვათ, შეერთებული შტატები არ იქნება მეორე ხარისხოვანი ქვეყანა ამ პროცესში, იმიტომ რომ ამგვარად რუსეთს არ ეხება საქმე რუს და შლეგ ლიდერს შეერთებული შტატები დიპლომატიით და მე უკვე გადამწყვეტ ზომებზეც გადადის ხოლმე ცხადია გარკვეული რაღაც გარკვეული ტაქტიკების შემუშავებით ირანის მაგალითი თვალსაჩინოება, იმიტომ რომ ისრაელმა დაარტყა იცით და მე შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა ირანი სპირტული პროგრამა, ეს ერთი. მეორე, უკრაინა რასაკვირველია იმარჯვებს ამ პროცესში, მაგრამ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დაახლოება და იქ უზარმაზარი სავაჭრო ბრუნვები, იარაღის მიყიდვა ევროკავშირისათვის და ასე შემდეგ თვალსაჩინოები დადასტურება იმისა, თავად ევროპას აწარმოებს, ეგრე მაგის პასუხია იარაღს და თავად უკრაინასაც აწარმოებინებენ იარაღს. მთელი დადასტურებაა, რომ უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სადღაც ოქტომბრიდან რუსეთი დაიხევს უკან ფრონტის ხაზზეც მათ შორის და მას უბიძგებენ, აავალდებულებენ, რომ მივიდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დათმოს იმაზე მეტი, ვიდრე დასათმობი, ვიდრე მას დაათმობინებდნენ, ასე მაგალითად 3 თვის წინ დათმოს და ეს დათმობა ჩემი აზრით არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თლიანი აღიარება და გასვლა ყველა რეგიონიდან, მათ შორის ყირიმიდან, როგორც ეს 25 წელს არ დამთავრდება პარემ თქვათ. აქვე ძალიან საინტერესოა საქართველოს კონტექსტი, რომელშიც საქართველოს ამბავი, რომელიც კონტექსტუალურად უნდა განვიხილოთ, აზერბაიჯანში რუსეთი სუსტდება, სომხეთში რუსეთი სუსტდება, საერთოდ ამ რეგიონში რუსეთი სუსტდება, მათ შორის ჩრდილო კავკასიაში მეთქი გავბედავ და ვიტყვი პროგნოზის სახით. და ამასობაში ესე დატოვოს შავი ხვრელი ბიზნე ივანიშვილმა საქართველოს ნაცრისფერი ზონა, ხო? რუსეთისთვის სასარგებლო ქვეყანა წარმონაქმნი ტერიტორია საქართველოს სახით პრაქტიკულად შეუძლებელია. ოღონდ ბიზნე ივანიშვილი თავად ინდულგირებული ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება, მან რომ სულ რომ გამოასწოროს პოლიტიკა, მას არავინ არ მისცემს ახალ შანსს. რაც მას მისცეს 2012-ში, ჩემი აზრით 16-შიც, ჩემი აზრით 20-შიც კი და არავითარ შემთხვევაში 22 წლის 24 თებერვლის შემდეგ მან ყველა შანსი დაკარგა, 25 თებერვალს კიდე რაღაც შანსი ჰქონდა, მაგრამ 26 თებერვალს უკვე შანსი აღარ ჰქონდა. მეთქი ამას ვამბობ. მეგობარი აქტი ამასობაში იქნება მიღებული დამოუკიდებლად იმისა, რომელ ვერსიას გავყვებით, ანუ დაჰოლდა თუ არა
დაბლოკა თუ არა სამმა სენატორმა, შეიძლება დაბლოკა, შეიძლება არა, ვერ გეტყვით, ეს სამი სენატორის გვარები ჩამოგისახელეთ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ როგორც ჩანს, თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ სამ სენატორს დაბლოკილი ჰქონდა მეგობარი აქტის დაჩქარებული წესით მიღება, როგორც ჩანს, ისინი განბლოკავენ საკუთარ ბლოკს, მიხვდნენ რა, რომ ქვეყანა კი არ სანქცირდება მეგობარი აქტით, მიახვედრეს რა ისინი ჩვენში დარჩეს რა რთული მისახვედრი იყო საბოლოო ჯამში რამდენ გვერდიანი აქტია ეს მეგობარი აქტი 5 გვერდიანი წაიკითხათ რა მაგრამ ესეთია სამწუხაროდ ხანდახან რეალობა, როდესაც თავად არ კითხულობენ მე-18 ხარისხოვანი ქვეყნის თაობაზე ამბებს და რეზოლუციებს და გადაწყვეტილებებს და სტაფერებს ანდებენ ხოლმე და ლობისტებს კი არასწორად კონდანტ მიწოდებული თუ ეს ინფორმაცია მაინც და მაინც სწორია, მოკლედ ამ მნიშვნელობა აქვს სწორია თუ არ არის სწორი. რენტპოლი და სხვები განბლოკავენ შეცვლიან პოზიციას და მაღალი ალბათობით სექტემბერში იქნება მიღებული მეგობარი აქტი. იქნება თუ არა ეს მომაკვდინებელი ბიძინა ივანიშვილისთვის არ იქნება მომაკვდინებელი, მაგრამ ეს ხელს კი შეგვიწყობს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და დავანარცხოთ. აი ეს მინდოდა, ამის თქმა მინდოდა სულ ბიძინა რუსი სთვის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეგობარი აქტი იქნება გარდაუვლად მიღებული, უკვე ცნობილია. და არ მინდა ესე გამომივიდეს, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ბიზნესი ფრიად გაბრაზებულია და ასე შემდეგ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნეს ივანიშვილს უბიძგებს, რომ ჩაეჭიდოს კიდევ ერთ ხავს და ეს ხავსი იქნება რა და აი ხლა მრავალ წერტილი და ბიზნეს ივანიშვილმა ვინმეს უნდა შესტენოს ეს ყველაფერი, რაც მის თავს ხდება. ასეთი შესატენი არის აგიკვირდება და ირაკლი კობახიძე და მოსაზრება იმის თაობაზე რომ რთულად მოერევა ირაკლი კობახიძეს, მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. დაკლავს პოლიტიკურ დაკლავს გულისხმობ ბიზნეს ივანიშვილი ირაკლი კობახიძის უახლოეს მომავალში მეთქი ამის თქმა მინდა. ოღონდ ეს მას ვერ გადაარჩენს ბიზნეს ივანიშვილი ქვეყნიდან როგორ გავბედო ახლა, როგორ გავრისკო. ქვეყნიდან აახვევს, აი დღეს დაიმახსოვრეთ დღევანდელი რიცხვი და ამოვწიოთ 1 წლის თავზე. მომავალი წლის 28 ივლისს ბიზნეს ივანიშვილი საქართველოში არ იქნება.